გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. სახალისო აურზაურია საარჩევნო ნომრებთან დაკავშირებით. ვერ ხვდები ნაცები რას ჩალიჩობენ. ისე კარგია რომ ვერ ხვდები. არ მინდა ისეთი დღე დადგეს, როდესაც ნაცებს გავუგებ. ეს დღე ჩემი დეგრადაციის პირველი ნაბიჯი იქნება. ახლა დეგრადაციაზე ლაპარაკი ადრეა. იმას ვამბობდი რომ ვერ ხვდები ნაცები რატომ აკაკანდნენ თავიანთ საარჩევნო ნომერზე, ანუ ხუთიანზე. აფსუს რა ლამაზი ციფრი წაბილწეს. ნაცების დიდი მოაზროვნე პეტრე ცისკარიშვილი გამოვიდა და თქვა მიმართეთ ცესკოს რომ ეს ნომერი 5 ოცნებამ არ წაგვართვას. მოვა დრო და სამართლიანი თავისუფალი არჩევნები რომ ჩატარდება, ჩვენ ეს ნომერი უნდა გქონდეს. არ მესმის ოცნებამ რატომ უნდა წაართვას ნაცებს ეს ნომერი. ხუთიანმა ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ისეთი დისკრედიტაცია განიცადა, რომ გეუბნებით ამ ციფრს, რომ ხედა უსიამოვნო გრძნობა მეუფლება. ეს ძალიან ცუდია, რადგან ნაცები მიდიან, მოდიან, ციფრი 5 კი უკვდავია. დავიჯეროთ ცისკარიშვილებს, მართლა გონიათ, რომ ოცნება ამ ციფრს მიისაკუთრებს და ოქტომბრის არჩევნებზე სათავისოდ გამოიყენებს? საინტერესოა როგორ? აი ხო ვამბობ, ნაცების არ მესმის მეთქი და მე ეს მახარებს და ამ დროს კი მათ შიდა წრეში ამ აბსურდულ ქმედებას ნაცურ ლოგიკური ახსნა ექნება და ამ ახსნას რამდენადაც უაზრო უნდა იყოს, ყველა ნაცი დაიჯერებს და გულთან მიიტანს როგორც მიშას ხელთუქმნელ გამოსახულებას. ერთი რამ მასიანი ვიცი, ეს ტაქტიკური ნაბიჯი ვივა მედიდან იყო ნაბრძანები. მიშამ გასცა ისტერიული განკარგულება, რაც გინდათ გააკეთეთ, მაგრამ ეს 5 ნომერი ჩემი და მხოლოდ ჩემია და ის შენარჩუნებული უნდა იყოს. როგორც ადრე ამბობდნენ, პარტიამ ბრძანა გააკეთე და კომკავშირმა უპასუხა არის. და ნაცებიც ციბრუტივით დატრიალდნენ სანუყარი ნომრის შესანარჩუნებლად. თითქოს ამ ნომერს მათ ვინმე არ თმევდა. სრული საბავშვო ბაღი მეგობრებო. არ გამოვრიცხავ იმ ვარიანტსაც, რომ ნაცები შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ კიდეც, რაც მართალი გითხრათ ძალიან არ მინდა. ეხლა მე რიგით მოქალაქეს არ მინდა ნაცებმა რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რადგან ვიცი რომ ხმების რაღაც გარკვეულ პროცენტს სამწუხაროდ ისინი აიღებენ. მე შევლენ საკრებულოებში და 4 წელი იქ ძალიან დაძაბული ვითარება იქნება. ეს არსებული პრაქტიკიდან ვიცი. ამის შესახებ მithქვამს კიდეც და გამეორება არ მსურს. მოკლედ, ნაცები მიდიან ცესკოში, რომლის ლეგიტიმურობას არ ცნობენ და იქ არეგისტრირებენ თავიანთ ნომერ 5-ს. აბსურდის თეატრი. ორივე სიტყვა აბსურდზე. ახალგაზრდობაში მიყვარდა აბსურდის თეატრი. ეხლა მაშინ აბსურდი ჩემთვის რაღაც უცხოხილი იყო და რომ გავეცანი იონესკოს, ბეკეტის, პეტრუშევსკაიას ნამუშევრებს აღფოვანებული დავრჩი, მაგრამ ამ გატაცებამ რაღაც დროის მერე გადამიარა და ისევ რეალობისკენ, ჩეხოვისკენ, ტურგენევისკენ, ოსტროვსკისკენ, ბრეხტისკენ, იუჯინ ონილისკენ გამიწია გულმა. ანუ აბსურდი კარგია დროის რაღაც გარკვეულ მონაკვეთში, ალბათ ახალგაზრდობაში. მერე კი ბეზრდება და ნაცების აბსურდი, თან სრულიად ალოგიკური აბსურდი ხომ აღარ გათავდა. სხვათა შორის ყველა ნიჭიერ და გააზრებულ აბსურდს თავისი ლოგიკა გააჩნია. სხვანაირად ის აბსურდი არ იქნება ყურებადი და წაკითხვადი, თორემ ისე ნებისმიერ შეუძლია სიტყვების გროვა ქახალძე დაყაროს სრულიად უსისტემოდ და გამოაცხადოს, რომ ეს აბსურდის მაღალი ხელოვნება, მაგრამ ეს ასე არაა. ამას რატომ ყვები? უბრალოდ მინდა ნაცების აბსურდული ქმედებებისადმი ჩემი დამოკიდებულება აგიხსნათ. და იმას ვამბობდი, ბეკეტი, ჟან ჟენე, კამიუ, დანიელ ხარმსის აბსურდული ნაწარმოებების ლოგიკა მესმოდა და მომწონდა. და აი ნაცების აბსურდში ლოგიკა არ არსებობს. ანდა ისეთი მაღალი იდეა იქ, რომელიც ჩემთვის უბრალო მოკვდავისთვის სრულიად მიუღწეველია. აბა აბსურდის რომელ ლოგიკას შეიძლება მიეკუთვნოს სიტყვაზე ლევან ხაბეიშვილისა და ნონდარ მელაძის
ოცნების საფინანსო უწყობებში არსებობა. ვინმეს ეს ადრე რომ ეთქვა, ვეტყოდი სრული აბსურდია მეთქი და როგორც ჩეხოვი ამბობდა, ეს არ მოხდება, რადგან ეს არ მოხდება არასდროს. მაგრამ თურმე მოხდება და მოხდა კიდეც. ანდა ის რომ ლელო გახარიანელები გაერთიანდნენ და თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილის დასახელებას აპირებენ, ეს განა არაა აბსურდი? ალეკო ელისაშვილი მერად? დაგვცინით ლელო გახარიანელებო? არა, ჩვენ რატომ დაგვცინიან? საკუთარ ამომრჩევას დასცინიან. მოკლედ, აბსურდი თავის ყველაზე უფრო ალოგიკურ, ანუ უნიჭო გამოვლენაში. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.